არ შეიძლება ადამიანი წალენჯი ხაში რომ მუშაობს აფთიაქში PSP-ში მაგალითად მის მიერ გადახდილი გადასახადი თბილისში წამოვიდეს. ქონებას რაც შეეხება აქ იყო ბოლოს ესეთი პირობა ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან რომ რაღაც 300 კვადრატულ მეტრამდე გადავცეთო თუ ჟამში გამოდიოდა 1% მიწების. მე არ ვიცი ესეც როგორ შესრულდა, იმიტომ რომ ამის შესახებ კავშირი ფაქტურა ჩვენ არ აქვს. ეს სისტემა აწყობილია რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ან ერთმა, ან რამოდენიმე ადამიანმა და მე ეს უნდა ქვევით ან ეგრეთ წოდებული აბსოლუტურად ავტორიტარული სისტემაა. დემოკრატიული ცენტრალიზმი რაც იყო პერიოდში, ხო? იგივე არის გაგრძელებული. ამ სტრატეგიის სისუსტე იყო რომ კოსმეტიკა იყო რა, სტრატეგიას გთხოვდნენ და უნდა ქონოდა, სტრატეგიული დოკუმენტი უნდა ქონდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ის სული რაც უნდა ქონდეს ნებისმიერ სტრატეგიას, რომელიც ამ კუთხით დაიწერება, რომ ზეცენტრალიზებული სახელმწიფო და დეცენტრალიზებული სახელმწიფოზე და ავტორიტარული სისტემიდან ნორმალური დემოკრატიული მართლობის სისტემაზე გადავიდეთ, ეს სტრატეგია მაგმიზნებს არ ემსახურებოდა. გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება არ ნიშნავს, რომ მე რომ ავირჩიე, თქვა საკრებულო, იმას მივანდო 4 წელი რა ყველაფერი, ხო? იქ ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტი არის პირდაპირ დემოკრატია. თუ მას ეს მექანიზმები ექნა მაშინ ის დამოუკიდებელი იქნება, ხო და დამოუკიდებელი იქნება თავის გადაწყვეტილებებში და მე არჩევნები რომ მოვა, რითი ვივაჭრო. დამას თუ სისტემურად არ შევხედეთ, ხო პოლიტიკური სისტემა თუ არ შეიცვალა ქვეყანაში, ისე აქ დეცენტრალიზაციის და თვითმმართველობის განვითარებაზე ლაპარაკი გემრიელია. მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენი პოდკასტების სერიას, რომელიც ეძღვნება თვითმმართველობის საკითხებს. დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა არის ამჟამად საქართველოში მიმდინარე პროცესები თვითმმართველობასთან და განსაკუთრებით სახელმწიფო სტრატეგიის მდგომარეობა, ვინც ადევნებს ამ საკითხს თვალყურს. იცის რომ 2020-2025 წლის სტრატეგია დასრულდა საქართველოში თვითმმართველობის. ამ თემებზე ვისაუბრებთ მე და კოტე კანდელაკი. კოტე ერთ-ერთი უძველესი წარმომადგენელია სამოქალაქო სექტორის 90-იანი წლებიდან მუშაობს მუდმივად თვითმმართველობის საკითხებზე, ათეულობით პროექტია განხორციელებული. მუშაობდა დეცენტრალიზაციის, ერთად მუშაობდა დეცენტრალიზაციის თემებზე და მოკლედ ერთად შეგვიძლია ვიტიროთ თავისუფლად ჩვენი თვითმმართველობა, როგორც ყველაზე დაჩაგრული სფერო ქართული სახელმწიფო სისტემის მოწყობისა, იმიტომ რომ ჩვენ წინა პოდკასტებში ვისაუბრეთ იმაზე, რომ თვითმმართველობა არ არსებობს, თვითმმართველობის გარეშე არ არსებობს დემოკრატიული სახელმწიფო. ჩვენ ხშირად წუწუნებთ იმაზე, რომ 95 წლის განმავლობაში ვერ ავაშენეთ დემოკრატიული ქვეყანა, ყველა ხელისუფალე გაგვხვდა ბატონი. ამის ერთ-ერთი მიზეზი უმთავრესი ჩემი აზრით და კოტეს აზრითაც ნამდვილად არის თვითმმართველობის არარსებობა. 5 ჯერ შევცვალეთ ჩვენ კონსტიტუცია და მმართველობითი მოდელი ცენტრში, რანაირად არ გადავანაწილეთ პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის უფლებამოსილების, უყოველთ ერთ და იგივე შედეგით თავდება ეს ყველაფერი. უყოველთ ამას ვაკეთებთ, იმიტომ რომ მე დემოკრატია იყოს და უარეს ვიღებთ. იმიტომ რომ სანამ მთელი ძალაუფლება ქონება, ფინანსები არის აი იქ თავმოყრილი, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლება არის ცენტრში. მანამდე არაფერი არ შეიცვლება, სანამ ჩვენ ეს დეცენტრალიზებული სისტემა გვექნება. ეხლა აი ეს დეცენტრალიზაციის სტრატეგიაც, რომელიც 2020 წელს მიიღეს, თითქოს ემსახურებოდა იმას, რომ უფრო მეტით დეცენტრალიზაცია უნდა მოხდარიყო, სამი მიზანი იყო. გაცხადებული, რომელზედაც ეწერა თავად დოკუმენტში და ერთი იყო უფლებამოსილების გაზრდა თვითმმართველობის, მეორე მატერიალური ფინანსური გაძლიერება, მესამე სანდო ანგარიშვარდებული, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება. ხა გვეცინება ამაზე, მაგრამ მაინც გადავხედოთ რა ხდება. მოგესალმებით. როგორც ირაკლიმ აღნიშნა, ანუ შენ აღნიშნე, წლები საუბრობთ. ფაქტურად დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ დაიწყო ამ თემაზე, თვითმმართველობაზე საუბარი და მაშინ ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილი, იმიტომ რომ
დამოუკიდებლობა ახალი მოპოვებული ჰქონდა, ახალ ინსტიტუტებს ქმნიდი დემოკრატიულს და ერთ-ერთი მთავარი უნდა ყოფილიყო ამ სისტემაში და ყველა პოლიტიკური აქტორი იმდროინდელი აღიარებდა, რომ თვითმმართველობის გარეშე თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოს ვერ ავაშენებდით და ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდგომ პირველი კანონიც მივიღეთ ჭრიალით და ორი სახელი ერქვა თუ გახსოვს მმართველობის და თვითმმართველობის შესახებ კანონი მაშინ ჩაიწერა მთავარი ფრაზა თვითმმართველობის რომ შეიქმნება კომისია რომელიც გამიჯნავს ქონებას სენსა და იმას მერე უამრავი კომისია შეიქმნა უამრავი სამთავრობო თუ საუწყებად შორისო და ასე შემდეგ რომელიც ამ თემებზე მუშაობდა საპარლამენტო კომიტეტები მუდმივად რომელიც აცხადებდა რომ ეს რაც თავარია დიდი დახმარება და დიდი ძალისხმევა დონორების მხრიდან ამ ყველაფრის ხელშეწყობისათვის უამრავი თანხები დაიხარჯა დონორების მხრიდან მრავალი წინ გადადგმული ნაბიჯიც გვახსოვს ამ კუთხით მაგრამ სამწუხაროდ შემდგომ ისე უკან ბრუნდებოდით ხოლმე რაც შეეხება ამ ბოლო სტრატეგიას და გაცხადებულ მიზანს რომ 25 წლისთვის ჩვენ უკვე აი ამ სამი მიმართულებით რომელიც ჩამოთვალეთ და რომელიც იყო ამ სტრატეგიაში ასახული ჩვენ წერტილი უნდა დაგვესვა და ეს სამივე მიზანი 100%-ით შესრულებული უნდა ყოფილიყო და ახალ ეტაპზე გადავსულიყავით შემდგომ. რა მივიღეთ? არაფერი ჯერჯერობით. სტრატეგიული მიზანი ორი ადგილობრივი თვითმმართველობის მატერიალურ-ფინანსური რესურსები დაწყება. საერთო სახელმწიფოების გადასახადების გაზიარების პროცესის დაწყება და ქონების გადაცემა როგორც ყოველთვის. ქონებას რაც შეეხება აქ იყო ბოლოს ესეთი პირობა ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან რომ რაღაც 300 კვადრატულ მეტრამდე გადავცეთო თუ რა. შამში გამოდიოდა 1% მიწების. მე არ ვიცი ესეც როგორ შესრულდა, იმიტომ რომ ამის შესახებ უკავშირი ფაქტურად ჩვენ არ აქვს და არანაირი ინფორმაცია და საერთოდ თითოეულ მუნიციპალიტეტს უნდა დაუკავშირდება. იმიტომ რომ ეს მიწები არაფერში გამოსადეგი არ არის, ეს არის რაღაცა ტროტუართან ნაგლეჯი. ხო, მაგრამ რეალობაში რა გადაცეს, რა მოითხოვეს, ამაზე თქვათ იგივე აი ამ სამუშაო ჯგუფები, რომელიც შეიქმნა ამ დეცენტრალიზაციის სამთავრობო კომისიასთან არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნია. იკრიფებოდა რომ საერთოდ. ხო, ეს ბოლოს რაც იყო 2000 კოვიდამდე თუ კოვიდის ახალგაზრდა მაშინ ჩვენ ალტერნატივა შევთავაზეთ თუ გახსოვს სამშემოსავლო გადასახადის გაყოფაც, ქონების გადაცემის კი, უამრავი თემა იყო. თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით დავიანგარიშეთ მაშინ რამდენი დარჩებოდა რომელ მუნიციპალიტეტს რა შემოსავალი ექნებოდა ფაქტობრივად ბიუჯეტი გავაკეთეთ ხო. უამრავი წინადადებები იყო როგორც ჩვენ არაფერი არ იქნა გათვალისწინებული ორგანიზაციების თუ ექსპერტების მხრიდან, მაგრამ მაშინ იმ ჯგუფს ვინც ამას ასე ვთქვათ ორგანიზაციულად უზრუნველყოფდა ამ კომისიის საქმიანობას, რაღაც თავისი გეგმა ჰქონდა და მარტო მათზე არ იყო ჩვენ თავიდანვე სკეპტიკურად ვიყავით განწყობილი, იმიტომ რომ მაშინდელ ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროს რომელსაც ჩაბარებული ჰქონდა ამ კომისიის ხელმძღვანელობა, ასე ვთქვათ, და ორგანიზაციული უზრუნველყოფა მარტო მას ამ გადაწყვეტილების მიღებები არ შეეძლო. იყო გადაწყვეტილებები იყო. ხო, კი იყო ჩართული თითო რო ადამიანი ფინანსთა სამინისტროდან, ეკონომიკის სამინისტროდან, მაგრამ არც ისინი გადაწყვეტილების მიღებდა. ხო, საბოლოო ჯამში არც ისინი არ იყვნენ და აქედან გამომდინარე ეს კომისია კი მუშაობდა რაღაცა იდეებს აყალიბებდა თავის მოსაზრებებსაც მეტნაკლებად ხანდახან იყო შეიქმნა დემოკრატიული პროცესი. ხო, რაღაცა პროცესი ამ სამუშაო ჯგუფში თითქმის ყველა ადამიანი ექსპერტი და ორგანიზაცია ვინც იყო დაინტერესებული იყო ჩართული, ზოგი ფორმალურად, ზოგი აქტიურად მონაწილეობდა ამ ყველაფერში. მე თავიდანვე მართალი გითხრა სკეპტიკურად ვიყავი ამ კომისიის მიმართ განწყობილი, რაღაც გარკვეული საკითხები არ იქნა შეტანილი, როგორც არის პოლიტიკური დეცენტრალიზაციის თემები და ასე შემდეგ. მაგრამ მაშინ ჩავთვალეთ, რომ ეხლა ამისი დრო არ არის, იგივე ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული საკითხი ეს რა ორდონიანი თვითმმართველობის დავიდანო ითქვა რომ რაღაცა თემები არის დახურული, მაგალითად ის რო გვაქვს მუნიციპალიტეტის სიგიჟე 130 დასახლება როგან და მუნიციპალიტეტში გიწერია რომ ის ერთ-ერთი ვალდებულება არის დასახლებების
განვითარების გეგმების და 130 მუნიციპალიტეტის გეგმა ვინ უნდა დაწეროს. ანუ კიდევ უამრავ რაღაცაზე ითქვა ვარი თავიდანვე ვიცოდით, მაგრამ ჩვენი განაცხადება იყო, რომ მოდი თუ რამეს გაკეთება შეიძლება, ცოტა წინ წავიწიოთ მაინც, გავაკეთოთ და მართლა ყველანაირი შეთავაზება, აი მაყურებელმა მინდა იცოდოს ციფრებით, ფინანსის სამინისტროდან გამოვიტყოვეთ მაშინ ინფორმაციები, ყველა ციფრი დავდეთ, ყველა რიცხვი და რატომ იყო აუცილებელი იგივე საშემოსავლო გადასახადის ზიარგადასახადად გაკეთება, რომ მოგების გადასახადი უნდა გაყოფილიყო და უნდა გადასახადის ამოღების სისტემა შეცვლილიყო, იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანი წალენჯი ხაში რომ მუშაობს აფთიაქში PSP-ში მაგალითად მის მიერ გადახდილი გადასახადი თბილისში წამოვიდეს, იმიტომ რომ ეხლა ესე არის იურიდიული პირის რეგისტრაციის მიხედვით იხდი გადასახადს, მაშინ რომ ესაც უნდა იხდი და კიდე უამრავი თემა იყო, რომელიც იქნა შეთავაზებული, დადებული ექსპერტულ დონეზე, ფინანსურადაც გათვლილი, მაგრამ არაფერი არ გაკეთდა. ტექნიკურად ფინანსის სამინისტროც აღიარა, რომ უკვე შესაძლებელი იყო, ადრე იყო, რომ იმიზეზებდნენ, რომ ეს ტექნიკურად რთული იქნება, გამიჯნა იქ ამდენი პროცესი. მე მახსოვს საბჭოთა კავშირის დროსაც კი საშემოსავლო გადასახადი რამდენიმე ნაწილად იყოფოდა თბილისის ბიუჯეტშიც მიდიოდა რაიონები იყო მაშინ თბილისის ხო იქაც მათ ბიუჯეტში მიდიოდა ცენტრშიც მიდიოდა ანუ მაშინაც კი გრადაცია იყო და იმიჯნებოდა და ასე შემდგომ ამ კუთხით მარტივი მიდგომა იქნა არჩეული, იმიტომ რომ მახსოვს ახლა 90-იანი წლები რთული იყო ამ გადასახადის აკრება, ჩვენი ფინანსის სამინისტროს საგადასახადო სისტემა მოჭრილი იყო. ხო, მთლიანად და მარტივი მიდგომა იყო, რომ ყველაფერი წამოსული იყო, ნუ ქონების გადასახადის გარდა ცენტრი, ქონების გადასახადს არავინაც არ კრებდა და ფაქტურად ყველა განთავისუფლებული არის ფიზიკური პირი. 33,000 კაცი არის ქონების გადასახადი გადაყოლილი მხოლოდ. ხო, ესე იგი გამოდის, რომ 40,000-ზე მეტი შემოსავალი აქვს მხოლოდ ამ 33,000 კაცს, რაც არის აბსოლუტური ტყუილი, აბსოლუტური ტყუილი. ნუ ეს სხვა თემა არის. ეს რაც შეიძლება ამ კუთხით აი შესრულებაზე ეს სტრატეგიის დამსახურება ნაკლებად არის და ამ კომისიის შემოსავლები ობიექტურად რო თქვა, მართლა გაიზარდათ მუნიციპალიტეტებს, იმიტომ რომ თავისთავად ეკონომიკა ვითარდება და ის გადასახადის წილობრივი რაც შემდგომ დაწილდება დღე-დღე ყოველ წელს ზრდადი არის თავისთავად და ესეც იზრდება და ნუ ამ სხვადასხვა ფონდებიდან ემატება. ეხლა არ ვიცი მომავალში როგორ იქნება, როდესაც საერთაშორისო ფონდების მონაწილეობა ამ მიმართულებით, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში, ისე სახელმწიფო ბიუჯეტში. მე მგონი არ გვებუქრება კოტე. მე მგონი არ გვებუქრება საერთაშორისო ფონდების მონაწილეობა, იმიტომ რომ საიდანაც შეიძლება წამოსულიყო ეს ფონდები, გახსოვს 10 წლებში მუშაობდით ამაზე. პირველი თანხებით წამოვიდა 25 მილიონი წამოვიდა საუბარი იყო რომ 2020 წლისათვის 200 მილიონი ევრო უნდა წამოსულიყო რეგიონული განვითარებისათვის, მაგრამ მოხდა სასწაული. ხო საქართველოს მთავრობამ უთხრა რომ ეს բոլი რეგიონებს კი არა ესო ცენტრალურ ბიუჯეტში მოგვეცითო და ჩვენო გავანაწილებთ და გათხოვეს ვარი, იმიტომ რომ ნუ ბოლოს აღიარეთ რომ საერთოდ არ ჭირდება. ხო, და მე ჩვენება თქვეს რომ არ ჭირდება ეს ფული და ძალიან უცნაური მიდგომა იყო, გარდა იმისა რომ ჯერ ეს 200 მილიონი ევრო რომ აიღო, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი თანხებისა, რაც იხარჯება საქართველოს რეგიონებში. გარდა ამისა, ეს იყო შანსი იმისა, რომ გაჩენილიყო ცოდნა, როგორ გავაკეთებინა ხარისხიანი პროექტები, როგორ წარგვედგინა ამ თანხების მოსაპოვებლად, ანუ კიდევ ბევრი რეგიონული განვითარება და მუნიციპალური განვითარება რაღაცა უკვე გეგმაზომიერდა საშუალოვადიან დაგეგმას მაინც დაქვემდებარებოდა, იმიტომ რომ იქ მოთხოვნები იყო, რომ აი პროგრამები, რომელიც წამოვა, პროექტები, რომელიც წამოვა, ხო, ეს პროექტები უნდა შეესაბამებოდეს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიებს. და ეს იყო ეს მთელ ცოდნაზე აგებული სისტემა იქნებოდა, რომელსაც ჩვენ ვარი განვაცხადეთ სამწუხაროდ. არა მარტო მასე, ზოგადად ეს სტრატეგია რატო იყო, ანუ ძალიან კარგი მიზნები ჰქონდა, კარგად იყო ყველაფერი სამოქმედო, გეგმაშიც გაწერილი, აი მესამე ნაწილიც ხო ეს გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, მონაწილეობის. ყველაზე მეტი მაგ მიმართ, ანუ პროექტების კუთხით განხორციელებული, მაგ მიმართულებით იყო განხორციელებული გენდერული თემატიკა იყო და ასე შემდეგ, რომელზეც ანუ ისეთი ბლა 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 რაც იყო, ის კარგად იყო გაწერილი.
და მაგრამ რეალურად ამას თუ სისტემურად არ შევხედეთ, ხო პოლიტიკური სისტემა თუ არ შეიცვალა ქვეყანაში, ისე აქ დეცენტრალიზაციის და თვითმმართველობის განვითარებაზე ლაპარაკი ზედმეტი გადაწყვეტილების მიღებას არ უშვებ ხელიდან ყველა საკითხზე, აი როგორც შენ ხშირად გიყვარ ხო, სადღაც რომელიღაც სოფელში თქო, ხო? რომ რაღაც სკოლის შენობაში ან სადღაც ფანჯერა ჩატყდება, ან ონკანია გამოსაცვლელი ამაზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. თბილისის მთავრობის ფლომაზე უნდა გავიდეს ეს ყველაფერი, ხო? აქედან სანამ ეს სისტემა იქნება და მანამდე ჩვენ რაც არ უნდა სტრატეგიები გავწეროთ, უფლებამოსილებები გადავწერთ, სანამ სისტემა არ მიცემს ადგილზე მოსახლეობას დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების საშუალებას, ისე რა თქმა უნდა ჩვენ მოდი ესე ვთქვათ, ხო, ჩვენი ყველა იმ სახელმწიფო დოკუმენტის, რომელიც იქნებოდა ამ სტრატეგიების ყველა დიდი მინუსი იყო, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ როგორც თვითმმართველობას განიხილავდა რაღაცა ეკონომიკური ურთიერთობების ნაწილს და არა როგორც დემოკრატიის და საზოგადოების განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს. ეს არის ჩვენი და ევროპული მიდგომის კოლოსალური სხვაობა. თორე სერვისის მიწოდება სერვისის მიწოდება შეიძლება სულ არ დაჭირდეს თვითმმართველობა ისე გააკეთო აბსოლუტურად, მაგრამ სწორედ ამაშია საქმე, რომ თვითმმართველობა ევროპაში განიხილება როგორც საზოგადოების უფლება იმისა, რომ თავად აკონტროლოს საკუთარი ხელისუფლება, თავად გადაწყვიტოს საკითხები, რომელიც მის დასახლებას ეხება. ჩვენთან ასე არ განიხილავდნენ, ხო? ჩვენთან განიხილავდნენ, იმიტომ რომ ამ თავისუფლების მიცემის ეშინიათ, იმიტომ რომ რაზეც შენ საუბრობდი ახლა, ხო, რომ ისოხმა თვითონ გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტმა თვითონ გადაწყვიტოს. თუ მას ეს მექანიზმები ექნა, მაშინ ის დამოუკიდებელი იქნება, ხო, და დამოუკიდებელი იქნება თავის გადაწყვეტილებებში და მე არჩევნები რომ მოვა, რითი ვივაჭრო იმ სოფლელთან, ხო? იმ სოფელში ჩადიან და ეუბნებიან გზა გინდა გაგიკეთო, წყალი გინდა, იქ სოფლის პროგრამა გინდა იმუშაოს, იქ ფერმერული მეურნეობების განვითარებისათვის რამე გინდა, იქ მცირე ბიზნესის რამე გინდა, ყველაფერი არის მთავრობის ხელში. ყველა ბერკეტი, რომელიც ჩემს განვითარება, სოფელი იქნება, ქალაქი იქნება, მცირე ბიზნესი იქნება, ჩანდაცვა იქნება, სოციალური ყველაფერი მოდის. სოფლის ამბულატორია, ყველაფერი ეს არის ცენტრალურ ხელისუფლებას. ეს არის უნივერსალური მეთოდი, რომ აი მე სულ ვიძახი ხოლმე ამ ტერმინს, რომ მოჩვენებითი დემოკრატიის პირობებში სინამდვილეში ავტორიტარული სისტემით მართო ქვეყანა, იმიტომ რომ შენ თითქოს გაქვს ყველა ეს რგოლები, ყველა ეს ორგანოები, არჩევითო პირდაპირ ავირჩიეთ, საკრებულო ყავს, გაწერილი ყავს, რომ ამოწმებს, ანგარიშს, ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე ანგარიშს, მაგრამ თავარი არ არის, ხო? აი ერთ-ერთ წინა გადაცემაში შოთა აბურგულიასთან ლაპარაკობდით, ხო? ლაპარაკობდით იმ თემაზე, რომ უფლებამოსილებები კი აქვს გაწერილი, რომ წყალი შენ გეკუთვნის, ინფრასტრუქტურა შენ გეკუთვნის, მაგრამ როგორც კი გაკეთების საკითხი მივა, შენ გეუბნებია, რომ მე უნდა მოგცე შენ ფული, რომ ეს გააკეთო. თუ მე ფული არ მოგეცი, შენ უფლებამოსილებას ვერ განახორცი. ხო, ნუ ამიტომ ყველა მერი, ყველა საკრებულო, ყველა უნდა უყუროს შესისინებდეს თვალებში ცენტრალურ ხელისუფლებას და ნუ იყო ხო ეს ფრთიანი ფრაზასავით არის წალენჯიხის მერი რო აირჩიეს ოპოზიციიდან პრემიერ-მინისტრი რო გამოვიდა და თქვა რომ მაგ-მაინც ვერაფერს ვერ გააკეთებს, რომ ფული ჩვენ უნდა მივცეთ. ეს არის ამოცანა. ეხლა აქაც ხო რაც ეწერა სტრატეგიაში აქტივობა 2.1.4 საერთო სახელმწიფო განსახადების თვითმმართველობის გაზიარების პროცესის გაგრძელება, როდის დაიწყო არ ვიცი, მაგრამ რას აგრძელებდნენ? არაფერი გეჩათვალეს. ან ქონების გადაცემა. თუ სხვათა შორის, როდესაც სტრატეგიის განხორციელება დაიწყო, ეს დღგ-ის თემაც მაშინ შემოვიდა. ეს დღგ უკეთესი იყო, მანამდე რაც იყო, ის საერთო სასწაული იყო. ნუ ეს დაახლოებით მსგავსი ხო, მაგრამ ეს არ არის დაჟადი. ხო, ნუ აქ მაინც განჭვრეტადია რა მოცულობის თანხებზე იქნება საუბარი, ხო? ხო, მაგრამ აი ეს ძირითადად სტრატეგიაც ესე არის, ხო, თვითმმართველობის შემოსავლების გაზრდა გიწერს. საკუთარი ეს რომ მისი უნდა იყოს და არა ცენტრალურ ჩვენი შემოსავლები თვითმმართველობის რა არის, ხო?
მოედაშენ კარგად წლის დასაწყისში ერთ ბიუჯეტს იღებს თვითმმართველობა, წლის ბოლოს სრულიად სხვა ბიუჯეტი ბევრჯერ არის გაზრდილი. რატო? ყველა ძირითადი პროექტი, რომელიც თვითმმართველობას უწერია საკუთარ უფლებამოსილებაში, გზა, წყალი, გარეგან ყველაფერი, ამაზე ფული უნდა წამოვიდეს რეგიონალური. ეხლა არ ვიცი, რეგიონალური განვითარების სამინისტროს დარჩება თუ ინფრასტრუქტურის სამინისტროში ეს ფონდები. ეს ფონდები, იმიტომ რომ ხო ინფრასტრუქტურა მაინც უფრო ფული მაინც უფრო ინფრასტრუქტურაში გადადის განათლების სამინისტროსთან არსებული სკოლების ინფრასტრუქტურის სიპი რომ იყო ხო ისიც უხდება განათლების და გადადის ინფრასტრუქტურის სამინისტროში. აი ამ სტრატეგიას უკრაინული აღმოჩნდა სინამდვილეში, იმიტომ რომ რა იყო ხო გეუბნებიან რომ აი 7% როგორ არა კაცო 7%. ხო არა ეხლა რომ შეხედავ წლის ბოლოს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტს ფული რამდენი დაიხარჯა 7% დაიხარჯა მთლიანი შიგა პროდუქტის. ევროპული მაჩვენებელია, ევროპული მაჩვენებელი. თბილისის ბიუჯეტი რომ გამოაცალო ოღონდ იმას რომ დასაწყისში რაც იყო, ანუ მისი რაც არის, მისი საკუთარი შემოსავლებით მიღებული გამოაცალო ის რაც მე ცენტრალურ ბიუჯეტმა, ორი სხვადასხვა აი მაგარი ხო ეს ერთი არის ხო ანუ სამი თემ პირველი იყო უფლებამოსილებების გამიჯვნა და ამაზე ახ არ ვიცი რაც ფაქტურად აქ წინაც არ არის არაფერი ნაბიჯი, აღარ ფორმალური ჩანაწერები გაჩნდა რაღაც დამატებითი უფლებამოსილებების კუთხით ბავშვთა უფლებებთან და რაღაც სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ თავარი აი მე მახსოვს 2000 როდესაც დაიწყო ხო ეს შემდეგ ერთ-ერთი მორიგი ეტაპი რომ რეფორმა განხორციელებული იყო ეს 13 თუ 20 წლები ახალი მოსული რომ იყო მაშინ აი პირიქით მოხდა ერთი ხო ის კარგი პროგრამა იყო გაწერილი, კარგი სტრატეგია იყო მაშინდელი ოცნების 12 წლის პროგრამა რო წაიკითხო და იქ თვითმმართველობის თავს შეხედო დღეს უკვე უნდა ვიყოთ ხო და აი 14-ში თუ გახსოვს წაიღეს ეგრეთ წოდებული რატო ერთ-ერთი უფლებამოსილება რომელიც ეხება აი საგანგებო სახანძრო და ეს უფლებამოსილება რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს ან სტიქიური უბედურებების დროს ეს იყო მუნიციპალიტეტების და გახდა ცენტრალიზებული ხო და ამის мотиваცია რა იყო როგორც ვთქვათ სასწრაფო დახმარება სამედიცინო სასწრაფო დახმარებაც გახდა ცენტრალიზებული როცა იყო მუნიციპალიტეტი ბოლო იყო როცა თბილისიც კი ცენტრს შეუერთდა ხო ამის რა იყო რომ ეს თუ იქნება 112-ის ბაზაზე ცენტრალიზებული უფრო მარტივად უფრო ადვილად მოვახერხებთ აი ამ რეაგირებას ამ სხვადასხვა სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ და საერთოდ გამოაცალეს მუნიციპალიტეტებს და აი ორი უდიდესი სტიქია რაც იყო ეხლა ჩვენ კი უამრავი იყო სხვადასხვა მაგრამ იგივე აი თბილისის 15 წელს რაც მოხდა ვერეს ხეობაში და შოვის ტრაგედია ეს რეაგირება იყო ძალიან დაგვიანებული იმიტომ რომ ეს იყო აი ესეთი ცენტრი ადგილზე რომ ქონოდა თქვა იგივე ეხლა იყო საუბარი ხო თბილისის მერიას არანაირი უფლებამოსილება არ ქონდა გზების გადაკეტვის თუ სამინისტროს არ შეატყობინებდა იქ საპატრულო პოლიცია არ ჩაერთვებოდა ანუ ავტონომიური მოქმედების სწრაფი რეაგირების არანაირი ბერკეტი არ არის ხო ეს ერთი სფეროა ესეთი არის უამრავი სფეროები რომელიც გადაცემაც მუნიციპალიტეტებში ვიღაცას მიაჩნია თავის დროზე ესე რომ გაკეთეს რომ არის აი ონის მუნიციპალიტეტს რომელიღაც სოფელ ჩემკვაშკიეთში ადამიანს უდოთ რო გახდება თბილისში რომ უნდა დარეკო ნუ მაგაზე იმდენი კურიოზები იყო მისამართებთან დაკავშირებით რა თავი და შეიძლება მოსაერთოდ ვერ მოხდებოდეს სად არის და აქ თბილისში ვიღაცა ოპერატორი რომ მიიღებს ამაზე განაცხადებას მე ის დარეკავს უკანონში აი რატომ მოგონია რომ ეს არის სწორი სისტემა რასაც მთელი ევროპული განვითარება გიჩვენებს იმას რომ რაც უფრო ქვევით არის ეს სისტემები ჩატანილი უბრალოდ ერთიანი სტანდარტი რაც არის რომ ევროპაში იგივე ეს მეხანძრეების ინსტიტუტი ძირითადად არის მოხალისეური სისტემაზე დაფუძნებული როდესაც იგივე იმ შოუში ის მონადირე იქნება თუ ასე შემდეგ ანუ ყველა ჩართულია მოხალისეური სისტემაში და თუ რაიმე საგანგაშოა ის შეტყობინებს ანუ ისე არის აწყობილი რომ ადამიანები ვარდია დაყოლილი ეს ყველაფერი ბევრი სამწუხაროდ აი ეს ჩვენი შეხედულებები ამაზე სუმეცინება ახლა ჩვენ თბილისში ვართ მეზაშენ დავადებული თავრობაში პროფესორს ამ საკითხებზე მუშაობთ ყველაზე მეტი ბოწინააღმდეგეები საერთოდ იყო ეს ხალხი რომელიც რეგიონებიდან
ეს კიდე ცალკე ფენომენია. ეს არის ფენომენი იმისა, რომ პირიქით სულ იმას ლაპარაკობ, რომ თბილისში უნდა რჩება ხოლმე შტაბ-ეჭრილება, რომ ეს ადამიანები წამოვიდნენ თბილისში წარმატებას მიაღწიეს და შენ ახლა ეუბნები, რომ უფლა ამოსილები შენ უნდა გამოკართო და იქ უნდა გაუშვა და ამაზე გიждდებენ. აქ მერისთვის წამოვიდი თუ იქ უნდა გაგეშვა ეს ყველა. მაგრამ ფაქტი ფაქტად არის, რომ ძალიან ბევრი რაღაცა, ძალიან ბევრ სიტუაციაში გვიანდება რეაგირება, იმიტომ რომ ეს სისტემა აცნობე თბილისს, მერე თბილისიდან ისე უკან უნდა აცნობო. ამაში მიდის დრო, შეთანხმება, არივამ კურიოზებზე თქვი და ყოფილა შემთხვევები, რომ ესაც უბრალოდ სოფლის სახელი ვერ გაურკვევიათ იქ თბილისში და სხვა სოფელში გაუგზავნეთ, ასეთი შემთხვევების ყოფილა სამწუხაროდ და ეს გიჩვენებს, რომ ეს სისტემა არაეფექტურია. მით უმეტეს მე სულ მაოცებ და ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ველოსიპედის გამოგონებას ხო არ ვითხოვთ კოპე. ეს ყველაფერი კარგად როგორ მუშაობს, არის აბსოლუტურად ნაცნობი, ანუ რო ჩავდივართ ევროპულ ქალაქებში და მოგწოს ეს დასუფთავებული, გაკეთებული, მოკრიწყლული, შეღებილი ყველაფერი და აუ რა კარგად მუშაობს თავრობა და ასე არის თავრობა საერთოდ იმაზე. ხო, იქ ადგილობრივი თავრობა მუშაობს. ანუ აქ აი დემოკრატია ზუსტად მაღაზია არის, რომ თქვა ეს სისტემა, რომელშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ, გაგრძელება იმ საბჭოთა დროინდელი სისტემის, გარკვეული რაღაც კოსმეტიკური ისინი არის, ხო, ცვლილებები თორე რომ გავიხსენოთ როგორ იმართებოდა მაშინ და დღეს დიდი განსხვავება ადმინისტრაციული მოწყობის ანალოგია. ხო, ნუ მაგას ემთხვევა და ემთხვევა მანამდე მეფის რუსეთის დროს საპოლიციო ოლქებს, აი იქიდან მოსდის ეს ადმინისტრაცია. იმ დროს მე-19 საუკუნეში უფრო მეტი თვითმმართველობა გადაწყვეტილებით ჰქონდა, ვიდრე დღეს აქვს ჩვენს მუნიციპალიტეტებს, მაგრამ ხო, ეს სისტემა აწყობილია, რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ან ერთმა, ან რამოდენიმე ადამიანმა და მე ეს უნდა ქვევით, ანუ ეგრეთ წოდებული აბსოლუტურად ავტორიტარული სისტემაა. დემოკრატიული ცენტრალიზმი რაც იყო პერიოდში, ხო? იგივე არის გაგრძელებული, ხო? ანგარიშვალდებულება, აი ხა რაც არ უნდა ჩვენ უფლებამოსილება ფინანსები გადავცეთ, თუ აი ის ნაწილი რაზეც ვისაუბრეთ, რაც ევროპული, ხო, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება არ ნიშნავს, რომ მე რომ ავირჩიე, თქვა საკრებულო, იმას მივანდო 4 წელი რა, ყველაფერი, ხო? იქ ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტი არის პირდაპირ დემოკრატია, ხო? გადავხედოთ ყველა ევროპულ მუნიციპალიტეტში რეფერენდუმები ტარდება. აი ბოლოს მახსენდება რეფერენდუმი ჩვენთან საშიში სიტყვა მოკლედ. ანუ აქ ადგილობრივი რეფერენდუმი ერთი და იგივე პლებისციტი. ერთ-ერთი გვარზე სახელს არ დავასახელებ, ექსპერტი თქვათ ლობირებს, რომ აი ყველა საკითხზე ატუ არ არის კანონზე რეფერენდუმები, ასე შემდეგ და რომ აი რეფერენდუმები უნდა იყოს და როგორც კი უთხარი, რომ მათ ჯერ ადგილობრივი არა საშიშია. ხო რა აი ძალიან აბსურდულ იმამდე მივდივართ, ხო? აი ბოლო იყო პარიზის მერმა იდალგო ჩაატარა რეფერენდუმი პარიზში სკუტერების, აი ეს ელექტროსკუტერების აკრძალვასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რაღაცა ბევრი ავარია ხდებოდა და ასე შემდეგ და აი ამ თემას თვითონ კი არ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აეგზალა ან თქვათ არამედ მოსახლეობას კითხა, ანუ რეფერენდუმზე გაიტანა ეს საკითხი და ნუ აკრძალვის მომხრება გაიმარჯვეს იმ პერიოდში, იმიტომ რომ ნუ რა თქმა უნდა მონაწილეობა არ არის იმხელა ამ რეფერენდუმებში და ასე შემდეგ, მაგრამ ვინც დაინტერესებულია ის მონაწილეობს, ხო, ჩვენთან ამ თემაზე არ არის, ხო, ახლა თბილისის თვითმმართველობა რომ ავიღოთ, ყველაზე დამოუკიდებლად ჩანს, ხო, გარედან რომ აი ისინი დამოუკიდებლად ხო, ამხელა ბიუჯეტი, საკრებულო, ასე შემდეგ, მაგრამ გამჭვირვალობის ხარისხი არის ხო? არანაირი, ანუ არავინ არავის არ ეკითხება რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ხო? ტაქსი თეთრი ფერის უნდა იყოს თუ წითელი თუ ყვითელი თუ ასე შემდეგ, ხო? ანუ არის ისეთი საკითხები, რომელიც ხო და არა მარტო თქვა რამოდენიმე ექსპერტის ან ჩემს მიერ არჩეული წარმომადგენლები. ის ჩართულობის მექანიზმები, რომელიც გაწერილი არის ხოთაშორის კოდექსში, ხო, იქ არის ჩეველთა საბჭოები, არაფერი არ მუშაობს. არაფერი არ მუშაობს. 2014-ში, 15-ში რაღაცა მცდელობები აი ახალ ტალღაზე რო ესაც ახალი კოდექსი მივიღეთ და რომელიც აშკარად იყო მიმართული, რომ ეს ყველაფერი გაზრდილიყო ჩართულობას ანგარიშვალდებულობა. თითქოს წავიდა აქეთკენ საქმე, მაგრამ შემდეგ როდესაც აი ცენტრალურ ხელისუფლებაში აშკარად წავიდა ტენდენცია იმისა, რომ
არანაირი თვითმმართველობა და პირიქით, ასე ვთქვათ, უფრო მეტი ცენტრალიზაციისკენ წავედით. ადგილებსაც მთელი ეს თვითშემოქმედება, ასე ვთქვათ, დემოკრატია ამასთან გამიკვირდა ერთ-ერთ მუნიციპალიტეტზე იყო, რომ მრჩეველთა საბჭოს ჩაატარებინეს რაღაცა გამოკითხვა, რაღაცა თემასთან დაკავშირებით და ძალიან გაკვირვებული დავჭი, იმედი არ დაჟია. იმედი არ დაჟია. ხო, არა, სუდი მაგალითი შეიძლება აღმოჩნდეს რა. იგივე მონაწილეობითი ბიუჯეტი აქედან გამომდინარე არის არა მარტო ადგილობრივ დონეზე, არამედ ცენტრალურ დონეზეც, რომ ანგარიშვალდებულება არის ნული. ანუ ჩვენს მიერ არჩეული პოლიტიკოსები არ ხვდიან თავს ანგარიშვალდებულებად ქალაქის წინაშე, იმიტომ რომ კოტე ნახე რა ხდება, თუ მე ფული უნდა მომცეს მთავრობამ, თუ რამე რომ მჭირდება ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე უნდა მივიღო მთავრობის თანხმობა, ისე მე ვერაფერს ვერ გავაკეთებ. ბუნებრივია გიჩნდება ეს დამოკიდებულება, რომ მე თუ ყველაფერზე შენ უნდა გთხოვო ფული, ხო? გზა გავაკეთო, წყალი გავაკეთო, საერთოდ რამე რა გავაკეთო, ხო? ბევრჯერ გავიბეორე გადაცემაში, მე ვიყავი კომისიის წევრი, რომელზეც შემოდიოდა პროგრამა პროექტები და 22 კაცი ვისხედე სხვადასხვა უწყებები და მე კაი ცოტა თვითმმართველობა მეხებოდა და ვიცოდი. ასო ყველას ვეკითხავდა, აბა რო ერჩათ ახლა პროექტებს. ეს პროექტი უნდა გაკეთდეს ფოჩში, ეს ხაშურში, ეს იმაში, რა იცით? რა უნდა გაკეთდეს? ამ ანგარიშვალ, ანუ რეგიონებში მეტნაკლებად, აი მაგალითად ჩვენ მქონდა პროექტები ბევრი და აი ვთქვათ ამ ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით ამ ანგარიშს ჩაებარებინათ საკრებულოს წევრებს მე. რეგიონებში მეტნაკლებად მერებიც ანგარიშს, ნუ ყველგან არა, მაგრამ მოსახლეობას იქ ნუ აქტივია შეკრებილი თუ არა, მაგრამ მოსახლეობასთან აქვს კომუნიკაცია, მოსახლეობას აბარებენ იგივე რიგითი დეპუტატები საკრებულოში. ჩვენთან რა ხდება თბილისში, ახლა ჩვენთან თბილისს გულისხმობ. ამ შემთხვევაში მერი ანგარიშს წლიურს აბარებს პარტ-აქტივს და მთავრობას საქართველოში, იქ რიგითი მოქალაქე და ის არ არის. ეხლა ხანს ვნახეთ წარდგენა, სადაც პირიქით მოსახლეობის წინაშე უნდა წარედგინა პარტიას, ხო? თავისი საკრებულოს წევრობის კანდიდატები შეიკრიბა პარტიის ოფისში, ვიწრო წრეში, ხო? ანუ და ის რა თქმა უნდა მე ბუნებრივად გამოდის, რომ ესე იგი ანგარიშვალდებული სუსტია და არა ჩემს წინაშე, ხო? ანუ მოქალაქის მე და აქ ნუ ამიტომ ამბობ, რომ სისტემა თავისუფლად თუ არ შეიცვალა, პირდაპირ დემოკრატიაც კი არ გვიშველის იმ გაგებით, რომ როგორც არჩევითობა ვერ გვიშველა პირდაპირ, აი ხო და ამას სანამ იქნება დამოკიდებულობა, აი ეს რა, რომ ყველაფერზე მე იძულებული ვარ თანხებზე, იმას გადაწყვეტილებებზე, ყველაფერზე იძულებული ვარ დავეკითხო მთავრობას. მან უნდა მომწ თან იმ ადამიანებმა, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს იმ პრობლემებზე, რაც ადგილზე, აი ვინდან ჩასული ახლა Google Map-ით, თქვათ ინფრასტრუქტურული პროექტები თუ ნახეს კიდე რამდენიმე კაცმა ის Google Map-ით, თორე დანარჩენ ადგილზეც არ ჩადიან პროექტები შედგენის დროს. ხო, ბუნებრივია იმას ადგილობრივ, მაგრამ გადაწყვეტილებას იღებს ადამიანი, რომელიც ევროპაში თვითმმართველობა რას ემყარება, ხო? ამ გადაწყვეტილებას იღებს ადამიანი, რომელიც იმ სკოლით სარგებლობს, იმ გზაზე დადის, ის საბავშვო ბაღი აქვს, იმ წყალს სვავს, ყველა იმ კომუნიკაციას თავად იყენებს, რომელიც თვითონ უნდა შექმნან თავისი მეზობლის წინაშე არის ანგარიშვალდებული, ის მეზობელი მოდრა თვითონაც სუდად იცხოვრეს თუ წესიერად არ გააკეთა. და გადაწყვეტილებას იღებს ჩინოვნიკი, რომელსაც 100 წელი იქ ჩამწვრილი არ არის და იმ გზაზე გამვლელი არ არის, იმ წყლის დამლევი არ არის და იმ საბავშვო ბაღში თავისი შვილის მიყვანი არ არის. ეს არის ამ სისტემის პრობლემა, იმიტომ არის ძალიან ხშირად, რომ გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება, რეალურად არ შეესაბამება მოქალაქის ინტერესებს, იმიტომ რომ მოქალაქის არავინ არ ეკითხება. იქ ის დემოკრატიული სისტემა, იმიტომ მუშაობს და ეს სტრატეგიები იქ იწერებოდა 30, 40, 50 წლის წინ. სხვა ტრადიცია და სხვა იქიდან დაიწყო ეს ამბები და დაიწყო რატო? ხო, მიხვდნენ ერთ რაღაცას, რომ ყველაზე ადეკვატური არის ის ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობის ინტერესს ითვალისწინებს. და აი ეს ვერ გავიგეთ რა, რომ ყველაზე ადეკვატური ხელისუფლებისთვისაც იქნება მოსახლეობის ინტერესის გათვალისწინება, როგორც შეუძლებელია ცენტრალურ დონეზე გააკეთო, ხო, ეს მართლობები მაგისთვის გვჭირდება. თან ჩვენ არა ვართ ისეთი ქვეყანა, რომ ხელიდან გავიქცეს, რომ უფლებები მიცეთ, თქვა როგორც არის, ხო, აი იგივე თქვა ფედერაცია. ხშირ შემთხვევაში იმდენად გაუჯდათ ეს
რომ თვითმმართველობის მოხელეები ხანდახან წინა ავტოგობები არიან უფლებამოსილების გადაცემის, იმიტომ რომ ეს არის პასუხისმგებლობა. ზედმეტი პასუხისმგებლობა, თან ისევ რომ თვითონ ვერ იღებს გადაწყვეტილებას იმ თემაზე, ხო? ყველაფერი არეული არის ამ სისტემაში. აქედან გამომდინარე, მე აი სტრატეგია კი კარგი ბიზნეს მიზანს ემსახურება, თქვა, ხო, მართალია დიდი დრო იყო გაწერილი ეს 5 წლიანი, ხო, მაგრამ ამ 5 წელიწადში როგორც ნახეთ, არაფერი არ შესრულდა და რეალურად რეალურად ახლა სამინისტროს რო თხოვოთ მაგარის წარმოადგენას ის გეტყვი, აი ეს გავაკეთეთ, რაღაცა მიკრო ხო, რაღაცა რაოდენობრივი კრიტერიუმები ექნება, რომ ამდენი ეს მივიღეთ, ამდენი გადავეცით 1000 მილის ნაკვეთი, რომ დაითვლი, რამდენი არის ეს 1000 მილის ნაკვეთი, არის 0 რაღაცა პროცენტი იმისა, რაც უნდა გადაეცათ. იმის მაგალითად, რომ ეს შენობა ნაგებობა მართლა ვერ გავიგე, რატო არ გადასცემენ, ინგრევა 11000 შენობა ნაგებობა არის. აი, წარმოიდგინეთ, აი, მე მგონი ეს არის სახში რომ ძველი ნივთი გახდა კენონება, ხო, აფეში მაგჭი გობა არ აღგდებ. ის ვინც მე მინახავს ის ცხილები რა, რომელიც დევს ეკონომიკის სამინისტროში, ეს კომპიუტერში არის და ნომრები აქვს ამ ქონებას ვინცდებული და ვერც მიხვდები რა. არც იციან, არც არავინ იცის ვიღაცას უყრია ეს რომ ვიღაცა თანამშრომელს იმანას ნომრით უნდა მოძებნოს, ანუ შეუძლებელია რომ ამ ხალხმა იფიქროს იმაზე რომ საფასო მოუნება ეს ქონება, უნდა თბილისში ჩამოვიდა, ამას უნდა მეაკითხოს. ამან ეს მიწეს, ხო, ანუ მე ეს და შედეგად მივიღეთ კი ყველა გადაცემაში გავიმეორებ კიდე ამას. რა იმის მაგალითად რომ ამ ქონებას ემუშავა 3 მილიონი თუ 5 მილიონი გამოვყავით იმისათვის რომ დაგვენგრია ის რაც უკვე აღარ აღდგებოდა. მინიმუმად გახსოვს ალბათ წყალტუბოში იყო მე მგონი ერთ-ერთი ფორუმი იყო აი თვითმმართველობის წარმომადგენლების და საკრებულოს თავმჯდომარები და ერთ-ერთი ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი მოადგილე იყო ჩამოსული და პირდაპირ რომ უთხრა რომ თქვენ რამე უფლებამოსილები თქვენ როგორ განდობთო ხო ახლა ის აღარ კიდე უხეშია მასაც აღარ ანდეს ცოტა ხანში ხო და თქვენ როგორ იმიტომ რომ მას მიაჩნია რომ ის არის განათლებული და იჭერებული მუშაობენ და ამდენი კადრის არ არის ამიტომ გადაწყვეტილება ჩვენ უნდა მივიღოთ ჭკვიანობა ასე ვთქვათ მარტო ჭალებში ჭკვიანობა ახლა ერთ-ერთ სპორტის ფედერაციაში იღებს გადაწყვეტილებებს და იქაც და აქციას ქონის მაგრამ საბოლოო ჯამში არც ერთი პოლიტიკური ელიტა ჩვენი რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა ამ მიმართულებით რამე არ გადავაგდავს და ხო და იგივე სპექტრი გვაქვს ახლა სამწუხარო და მე არ მოველი რაც არ უნდა შეიცვალოს აქ რომ რაიმე ისეთი ძალიან რთული იქნება ამ რეფორმის დაცვა იმიტომ რომ სინამდვილეში ეს არის ერთ-ერთი სულ ყოველთვის აქცენტი კეთდება სასამართლო რეფორმაზე რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ოღონდ სასამართლოში მიდიხარ რომ საქმე გაფუჭდა ხო რაღაცა უკვე უკანონობა მოხდა ეს გჭირდება ესეც მაგაზეც არის მიმართული ეს თუ გააკეთე ის ანუ ჯაჭვით ხო ანუ გოლები არის რომ ერთ თუ გამოვაცლი სხვაც ყველა ამიტომ თუ აი ეს ცენტრალიზებული სისტემა არ დაიშალა და არ დაინგრა და ნორმალური მართლობის სისტემაზე არ გადავედით რა თქმა უნდა დიდი პრობლემები დაგჭირდა და სტრატეგიაში არ ჩანდა არა ამ სტრატეგიის კოსმეტიკა იყო რა სტრატეგიას ვთხოვდნენ და უნდა ქონოდა სტრატეგიული დოკუმენტი უნდა ქონდეს მაგრამ საბოლოო ჯამში ის სული რაც უნდა ქონდეს ნებისმიერ სტრატეგიას რომელიც ამ კუთხით დაიწერება რომ ზეცენტრალიზებული სახელმწიფო და დეცენტრალიზებული სახელმწიფოზე და ავტორიტარული სისტემიდან ნორმალური დემოკრატიული მართლობის სისტემაზე გადავიდეთ ეს სტრატეგია მაგმიზნებს არ ემსახურებოდა დიდი მადლობა კოტე მადლობა და რა ვიცი ცოტა პესიმისტურად კი ვარ განწყობილი მაგრამ მაინც უნდა ვიბრძოლოთ ამ თემისათვის იმიტომ რომ სხვანაირად ეს ქვეყანა მე მგონი რომ არც დალაგდება და არც აშენდება